რამდენიმე დღის წინ ოლიგარქის პარტიამ, რომელმაც მარტო მოპარული ფულის თვალიცის კარგად თქვა, რომ აქ შეკრებილი იყო 50 დემონსტრანტი, 80 დააკავეს და პროტესტი დასრულდა. გაუწეს დასრულებულ პროტესტს. მოდით გავაგონოთ კარგად ერთი ჩვენი ხმამა. ერთი წლის წინ მათ თქვენს რომ შეეძლოთ მოეპარათ არა მხოლოდ ჩვენი ხმები, არამედ ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაც. და მიუხედავად ყველაფერი იმისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც აქვთ გავართ, ვართ ძალიან გულადნი, მამაცნი, ერთად, ბევრნი და კიდევ უფრო ძლიერად გვჯერათ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების. ბოლომდე ჩვენ ადამიანებმა, რომლებიც აქ შევიკრიბეთ, თქვით, რომ გაუძლებთ ყველაფერს, გაუძლებთ ყინვას, გაუძლებთ სიცხეს, გაუძლებთ ზეწოლას, რეპრესიებს, ჯარიმებს, წამებას, ზალადობას და მაინც მივიყვანთ ამ სამართლიან ბრძოლას ბოლომდე. მაგრამ იმისათვის, რომ ეს დღე კიდევ უფრო მალე დადგეს. ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად, მანამ სანამ არ აღვადგინებთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულო დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისათვის? მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. მე შემიძლია 3 რამ შემოგთავაზოთ ამ რიტუალისთვის. პირველი, თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში. მეორე, ხარი დაუჭიროთ და დავაფინანსოთ როგორც შეგვიძლია ის მამაცი ადვოკატები და იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც ისწავლენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ამ ქვეყანაში. და მესამე, შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები, იმისთვის, რომ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის იყოს ისეთი ძლიერი, რომ მომავალში ვერც ერთმა ავტოკრატმა ის ვეღარ შეარყიოს. მე მინდა მიმართო პოლიტპარტიებს, უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც ვისი გვიყურებენ. მეგობრებო, დებო და ძმებო, ჩვენ აქ ვდგავართ თქვენთვის და ვიდგებით მანამ, სანამ თითოეული ქვეყანი არ გათავისუფლდება. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მუდმივად დაუდგებით ერთმანეთს გვერდში, სანამ ამ ქვეყანაში მართლა არ ამხდება სამართლიანობა და სანამ მართლა არ იზეიმებს სამართალი. ჩვენ ეს ბრძოლა აქამდე ასე მოვიტანეთ. თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს უდანაშაულოდ არის დაპატიმრებულია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომელიც დღეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა და შეგვიძლია არ შევიკრიბოთ. ჩვენ ყველანი ვინც ავდგავართ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პატიმრობაშია
და ყველა ადამიანი ვინც დღეს მოვიდა ყველანი ჩვენ ვართ მსვლელები დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. გაგიმარჯვოთ თქვენ. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულ თავისუფალ არჩევნებს და პოლიტიკურების გათავისუფლებას. და დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად მათ შორის იქ დაბატონებული ადამიანების სახელი ვთქვათ. გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა. გათავისუფლებული დანაშაული ადამიანები, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთს უნდა იბრძოლოს ყველასათვის. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი ერთად. ერთი ყველასათვის. ყველა ერთისთვის. გამარჯვებისთვის. ბოლომდე გამარჯვებისთვის. ბოლომდე. მე მინდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს არჩევნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია როგორც არალეგიტიმური და უსამართლო, ასევე მოგმართოთ დღეს შეკრებილ თანამოქალაქეებს. მადლობა ყველას, მაგრამ ხალხო. ტელეფონი. Oktobri ოქტომბრიდან 2024 წლის გავიდა ზუსტად ერთი წელი. ერთი წელი რაც ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან სადაც შეძლეს. ვერც იმითი რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ანაპირებენ რომ შეიყვანონ. ვერაფერი ვეღარ უშველებს ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როცა ჩაატარა რუსული არჩევნების სცენარი. ეს ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს სადა რეჟიმმა რომ შეეტყობინა ხალხი იმ რაღაც აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება იყოს ფილიპო მოხარშული. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია, ყველათ არ არის ეს დათვალება. და ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ამ ერთი წლის მანძილზე? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარეს არის რა? პირველ რიგში სოლიდარობა, არ ნახული სოლიდარობა. საკმარისი არის რომ ნახოთ რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რომ არავინ არ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისი არის რომ ნახოთ როგორ ყოველივე სასამართლოზე არიან ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის არ ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ ამ რეჟიმის წარმომადგენლები, როცა არიან ციხის პირს და სასამართლოზე, ძალიან მარტოები არიან. არავინ მათ გვერდით არ დგება. არავინ მათ არ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც Facebook-ის პოსტებით. მარტოები არიან და საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, არის თანაგზნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა როგორც არალეგალურია. დულოვანი თანაგზნობა თქვენს. მაგრამ ხალხში არის ეს თანაგზნობა, არის ერთიანი ბრძოლა, არის ახლა მახსენებთ ის ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან
ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე ხოლმე და დღეს არიან ციხეში დაწყებული მზიამაღლობებით, მაგრამ მზიამაღლობების სახელი ყველა ჩვენი ჟურნალისტების სახელით გავიდა საზღვრების იქით და დაჯილდოვდა როგორც სიმბოლო საქართველოსი და საქართველოს ხალხის ბრძოლისა. არა მხოლოდ ჟურნალისტები, არიან ის ადვოკატები და იურისტები, რომლებიც ერთი წლის მანძილზე სრულიად მოანგაროთ, ემსახურებიან სხვებს, ემსახურებიან იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გვერდში არიან დღეს. ეს არის ძალა ამ საზოგადოების, ეს არის ძალა საქართველოსი. პატრიოტიზმი ასევე არის ამ ხალხის მხარეს, რომელიც ადგას ამ დროშების უკან და რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოყავს რუსული დასამცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად და ყველა მისი პროპაგანდისტული ნათქვამი არის პირდაპირ კოპირება იმისი, თუ რასაც უბრძანებენ მოსკოვიდან. ეს არ არის საქართველოს მომავალი და არასოდეს არ იქნება საქართველოს მომავალი. და ეს თავარი განსხვავებაა სწორედ ქართული ხალხის და ამ უცხო რეჟიმის შორის არის უკრაინის ნიშანი, თუ სად არის გამარჯვება. ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშრდა. ეს საზოგადოება იხთის ჯარიმებს, ავსებს ბიუჯეტს და ის რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები არიან ჩაფლული ტოტალურ კორუფციაში, რომლის ასეთი მასშტაბი მე არც არ გამიგონია. უკვე ვეღარ ვიქნით ამ ასეულ მილიონებს და სად მიდის. ეს არის რეჟიმი, რომელიც წიდის ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვე არის გაცვლილი ახალი ოფისი, სამშენებლო, მაგრამ ასევე მიწების გარიგების არაბთა ემირატებთან. ვითომს ინუსტაველი ვერ დარჩა ამის ყოველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ კიდევ ცოტა, კიდევ გაუძლოს. მე მინდა უთხრა პოლიტიკურების მშობლებს, მე მესმის, რომ ვერ უცებ ამბობ, კიდევ ცოტა გაუძლოთ. ეს არ არის მარტივი სიტყვები. მე ამას რომ ვამბობ, ეს არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აღდგარდიან და ყოველდღე იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყლობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასოდეს არ არის ადვილი, როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დაუცნოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმული ქართული განსაცდელში. ეს არის აქა, უკვე არის ჩვენი გამარჯვება, თქვენი გამარჯვება. კიდევ ცოტა გაუძლოს ხებაგულობა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან მჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ აქ ამ მომავლისთვის ყველანი ერთად გავართ. მოგესალმებით საქართველოს პატრიოტებო! მივესალმებით სიამაყლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ჩვენ აქ გავართ მათ შორის ჩვენი დეების და ძმების გამო
რომელიც ბოლო დღეებში რეჟიმის პოლიციამ გაატარა. ჩვენი მოთხოვნა არის შემდეგი. გადადგეს მთავრობა, მაგრამ დავამატებ, ვიცი წადი! ვიცი ივანიშვილი არის საქართველოს სვენი. ის უნდა დაგვეხსნას და გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ვიხავთ ერთს, რომელიც არის აუცილებელი დემოკრატიისთვის. ახალი სამართლიანი არჩევნები მთავრობის გადადგომასთან ერთად. Champion Thomas. Thomas 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 Zalas. Moment is missing and the emissions are questioning the oceans. Matarushit. Alternativi problemi. The Kawari Bangladesh. Rustavების გუჯობები გადის საქართველოს პატრიოტები. ჩვენ უნდა გავუხსნით თავისუფლების წერას და გამარჯვება არის ახლოს. პირადაში ვარ დაწუნებული. ვიცი მოწადი! ვიცი მოწადი! ვიცი მოწადი! მარტო ჩემები პირადაშია. მოგესალმებით ადამიანებს, სადაც ჩემამდე არაერთი ადამიანი მგარა, არაერთ ადამიანს უბრალოდ საკუთარი სიტყვა და უბრძოლია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს ბრძოლა წლების განმავლობაში მჟღერდებოდა სხვადასხვა ფორმებით და დღესაც გრძელდება, ვაგრძელებთ ახალგაზრდები. ყოველდღე ერთად გონით და წინააღმდეგობა. დღესაც აქ შევიდივი, მაგრამ კიდევ ერთხელ გვეთქვა და გვეცელებინა, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ჩვენ ვართ საქართველოსთვის მებრძოლი ხალხი. ადამიანები, რომლებიც აქამდე მოვიდნენ ბრძოლით, ადამიანები, რომლებიც ვერ შეეჩერა ვერაფერმა და ეს ხდებოდა ერთად ყოფნით. და ამას ვერ მოგვაქვს ვერაფერი. ვერც ერთი რეპრესია, ვერც ერთი კანონი. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. სწორედ ეს იცის რეჟიმმა და სწორედ ამის ეშინია რეჟიმს. ეს დღე იყო ამ ყველაფრის გამოვლინება. არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ერთი წლისთავი, არამედ დღე, წელიწადი უწყვეტი ბრძოლისა. და ამას ცდილობს ქართული ოცნება, რომ მოკლას ეს ბრძოლის ჯირის ქვეშ. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და ეს არ იქნება მხოლოდ სიტყვები. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი გააკეთებს. და ეს არის ის, რის გამო ჩვენი ეშინია. მადლობა დიდი, შემდგომი გამოსვლელი და დროადან შუშანა მასაველი. მოგესალმებით. მე ზოგადად მჯერა რამდენიმე რაღაცის და ვიღაცების. პირველი რისიც მჯერა ეს არის, რომ ბრძოლა ყოველთვის აქვს აზრი. და სწორედ ამიტომ გახდა სიმბოლო ამ აქციის სიტყვა ბოლომდე. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, ეს სიტყვა არის იდეის მატარებელი, რომელშიც მოთავსებული არის ბრძოლას, რომ ყოველთვის აქვს აზრი, მოთავსებული არის, რომ ჩვენ აქ ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ ქვეყანას არ დავიბრუნებთ. საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ყოველდღიურად რეჟიმის პირისპირ დგებიან, სილას აწვდიან სახეში და ეუბნებიან, რომ არავინ არც ერთი მათგანი უკან არ დაიხევს, სანამ ჩვენს მიზანს ბოლომდე არ მივიყვანთ. და მეორე რისიც მჯერა, ეს არის საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების ის სიჯიუტე, ის იდეის მანარებელი სინერგია, რაც ჩვენ ბოლო დღეების მანძილზე ვანახეთ, შეუძლებელია რამე სიტყვით აიხსნას. ეს არის ემოცია, ეს არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მაშინ შეიგრძნო, თუ ამის მონაწილე ხარ. და კაპიკია იმ ადამიანის ფასი, ვინც ამ იდეის მატარებელი არ არის და არ შეუძლია ეს ემოცია შეიგრძნოს. მადლობა ყველას, ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი ადამიანი არ მადლობის გამო არ დგას, მაგრამ ჩემი ადამიანი
მოგეკითხოთ. არალეგიტიმური ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას ცდილობს. სუსტად ამის გამოვზივარ ციხეში და არ ჯერ რომ უკან დავაბრუნოთ, არ ჯერ რომ ჩავჯდები. იმიტომ რომ უსამართლო კანონებს მხოლოდ დაუმორჩილებლობა არჩევს. არ არსებობს კანონი, თუ მას ხალხი არ აღასრულებს. სწორედ ამაში ჩანს ხალხის რეალური ძალა. სწორედ ისე დაუმორჩილებლობით შეგვიძლია ერთმანეთს ვაქციოთ ეს აბსურდული თაობები. სოლიდარობა ყველა დაუმორჩილებელ დაპატიმრებულ ადამიანს. გამოსავალი მხოლოდ დაუმორჩილებობასა და განძალობაშია. მითხრა დიდი სიყვარული, დიდი გამხდარები და დიდი ძალით მოვიკითხოთ ჩვენი სინდისის პატიმრები. ჩვენ არ გვარგვარდით, თქვენ ხართ ჩვენი ძალა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ გამხდარიყავთ თქვენი ძალა. ბოლომდე, გამარჯვებამდე. შემდეგი გამოსვლები პარტია ფედერალისტები მთავარ ჩერდოვეიშვილი. გვერდოპატიმი და პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ აღქმულ მიწამდე, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციამდე, იქ სადაც ჩვენი სახლია. აქ შეკრებილებს განსაკუთრებულად გაქვთ აი ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ მიგიჩნევთ თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ციხეშია. მივესალმები მათ და მივემთხოვ, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი, გქონდეთ პროტესტის იმედი. ნუ შევდეცმოთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა. ეს სიტყვები ამ ქალაქის ფუძემდებლის ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა. მე მჯერა, რომ ეს ანდერძიანი აი ამ პროტესტის ძინავით, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ამ რეჟიმს მუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას. დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს. მე მჯერა, რომ ეს სულისკვეთება იქნება ის, რაც რეჟიმს მოუგდავს. მე მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებამ გააჩინა ის გზანები, რის გამოც დღეს რეჟიმის ხურმოჭრელ მონას უფრო ეშინია რეჟიმის შურისძიების, ვიდრე ჩვენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც სინდისი არ გავხდით და სამშაბლოს ვიცავთ აი იმ დრაკონული ზომების მიუხედავად, რომელსაც მთავრობა უზარმაზრებისგან იღებს. ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოუგუნოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება. ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, ვთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ. იმისთვის, რომ უკავშირი შემძლოთ, უკეთ ორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ. იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი გაუძღვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გონი. და მე მჯერა ამის ინდივიდუალურად, როგორც არდა გამიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი. არსებობს კოლექტიური სიბრძნე, არსებობს ვაჟა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. მას შეიძლება არ ასმოდეს, მაგრამ გრძნობს რას კარგად და სწორედ ეს გრძნობა აძლევინებს ამ პროტესტს აქამდე. მოკლედ, ჩვენ თუ ერთად ვიდგებით ფასეულებების და არაპიროვნებების აპარტიების გარშემო, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. აუცილებლად გადადგება ივანიშვილის რეჟიმი. აუცილებლად წავა ივანიშვილი დაინიშნება თავისუფალი არჩევნები. ქართველი ხალხი დაიბრუნებთ ძალას, რომელსაც შემდეგ მიამიღებთ იმ პარტიებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს დაიცავენ და არაერთი კაცის ინტერესებს, როგორც აქამდე ხდებოდა. თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს. თქვენ გაგიმარჯვოთ.
გამოიგზავნა. დემოკრატიული პარტია გადადგმის მოთხოვნით შემოვარდნა აქციას სიმონგებაძე მოგმართავ და შემდეგ უკვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ერთი წლის წინ საქართველოს საზოგადოება განაჩენი გამოუტარა ივანიშვილის კულტურაში. მაგრამ ივანიშვილმა შეცვალა მართალი ხალხის ასაჩევარი, აკაკარდებული და მას შემდეგ მართალი საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უსტატად მიმოდის, რადგან დაუბრუნდა ხალხს დააუბრუნა. და ჩატარდეს ამდენი დემოკრატიული დაუსრულებელი არჩევნები და უსულელები Thank you.
გამარჯვებული. მოკლედ, გამარჯვება იქნება გამარჯვებული და ჩვენ ერთად გამარჯვებული. იცით, წადი!
სულ ეს იყო შემოგიერთდებით ის როგორ განიხილება მოვლენები.